გაგვოცნოს და გაგვაძლიეროს. მეთქმა შეიციროს ჩვენი ლოცვა და გადამოგვივლინოს მადლის სულისა წმინდისა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს და რომელსაც სხვანაირად შეიძლება ღია სიცოცხლე. თუ ადამიანს არ აქვს მადლი ღვთისა, მას არ აქვს სიცოცხლე. თუ ადამიანში ცეცხლი არ ამტკია, მას არ აქვს სიცოცხლე. ის შეიძლება ჭამდეს, სვამდეს, დადიოდეს, მაგრამ სიცოცხლე არ აქვს. და უბრალოდ ამბობს, თუ გინდათ რომ სიცოცხლე გქონდეთ, უნდა მოვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ ის. ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ღვთისას არ ისმენს. ადამიანთა უმრავლესობას აქვს თავისი სურვილები. ძირითადად რა ჭამოს, რა სვას, რითი გაერთოს. ეს არის ადამიანთა ცხოვრება. ადამიანს ეს მიზანი რო არ ჰქონდეს, მან შეიძლება არც იმუშაოს და არც იშრომოს და საერთოდ არც დაღალოს თავისი თავი. მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, ამ ქვეყნიური ცხოვრების წესი ძირითადად არის სიამოვნების მინიჭება საკუთარი თავისთვის, რომელიც არის დიდი შეცდომა, რომელიც მიზნად არ უნდა გქონდეს ადამიანს. თორე ახლა წყალს რო დავდებ და პურის ლუკმას რო შეჭამ, ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს, იმიტომ რომ ღმერთმა ჩადო ეს, მაგრამ მიზანი არ უნდა იყოს ეს ცხოვრების. ახლა მაგალითად ფრინველიც ჭამს, სვამს, პირუტყვიცასი აკეთებს, მაგრამ თავარი ჩვენ ცხოვრებაში მაინც სხვა არის და ეს სხვა, აი დღეს საკითხულ სახარებაში მოცემულია, რომ აი საუდომთავრო ლოცვა ქვია იმ მეჩვიდმეტეს თავის დასაწყისში იესო ქრისტეს ლოცვას, როდესაც ის მამა ღმერთის წინაშე მლოცულობს. ზოგადად იესო ქრისტეს რაც უკავშირდება, ჩვენ ეს ღმერთია, სრული ღმერთი, მაგრამ ის არის სრულყოფილი ადამიანი, აი ჩვენნაირი ზუსტად. ჩვენ მარგვის კი არა ვართ ფიზიკური სხეული, რასაც სარკეში ვხედავთ. ჩვენ პირველ რიგში სული ვართ. და იესო ქრისტეს სრულ ღმერთს შემოსილი ჰქონდა სრული ადამიანი. როგორც ადამიანის ფიზიკური სხეული, ისე მისი სული. და ის ცხოვრების ამ ქვეყანაზე ყოფნის ბოლოს აი ამ ლოცვას ამბობს. და ეს ლოცვა უნდა წაიკითხოთ, უნდა განიცადოთ, უნდა დაუკვირდეთ. იმიტომ რომ ის ჩვენთვის აკეთებს ამას, რომ ჩვენც იგივე გვეთქმოდეს მამა ღმერთის წინაშე. და აი ამ ლოცვის მოკლე შინაარსი ის არის, რომ ღმერთმა ჩვენ ბოროტისაგან გადაგვარჩინოს. მეო გამოვდივარ რომ ამ ქვეყნიდან და ესენიო ამ ქვეყანაზე რჩებიან. ამ ქვეყანაზე კი რა ხდება? ამ ქვეყანაზე ხდება ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ეს ხდება ჩემს გულში. მე შეიძლება გავიმარჯვო, მე შეიძლება დავმარცხდე. რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში, აი ამას მე ვწყვიტავ. საით გადავიხრები, როგორ მომიქცევი. საერთოდ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს და უნდა მიაგნოს თავის ცხოვრებაში ასეთ რამეს. აი ქრისტე ესე ლოცულობს. მამაო, მე რაც მომეციო, ყოველივე აღვასრულებ. ესე იგი, ჩემი მოვალეობები აღვასრულებ. ესე იგი, ქრისტიანიც ასე უნდა იყოს. თავის თავს უნდა დააკვირდეს ღმერთის თვალით. აი ღმერთს რა უნდა შენ რომ აღასრულო ამ ქვეყანაზე? რას ფიქრობ, რომ შენი მოვალეობა ღმერთის წინაშე? რა თქმა უნდა სიკეთის კეთება, რა თქმა უნდა მოვალეობების აღსრულება, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდე, რისთვის ხარ დაბადებული, რა კურთხევა მოგეცა შენ ღმერთისაგან. მაგრამ თუ ადამიანი ღვთის კურთხევით არ ცხოვრობს, ცნებებს არ იცავს, არ ლოცულობს და ასე შემდგომ, ანუ სულიერად თუ არ ცხოვრობს, ის ვერაფრით ვერ მიხვდება რა მოვალეობა აკისრია ადამიანთა წინაშე, რა მოვალეობა აკისრია ღმერთის წინაშე, რა ნიჭი მისცა მას ღმერთმა. ადამიანთა უმრავლესობა ნიჭს კარგავს. მაგალითად თუ ადამიანს მიეცა ნიჭი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობისა, მან ეს ჯანმრთელობა შეიძლება თავის სიამოვნებისთვის დახარჯოს და უმეტესად ასეც ხდება. და ადამიანი ისეთი ცხოვრების წესებით ცხოვრობს, რომ ჯანმრთელობას
თავისი ხელით სპობს და არ ჩამოთვლი რამდენი ცოდვებია, რომლებიც პირდაპირ უთხრამს გულს, ტვინს, სისხლს, ფიზიკურ სხეულს და ასე შემდეგ. ადამიანს, როდესაც მოგვეცა ჩვენ ნიჭი, ის უნდა გამოვიყენოთ რაღაცა დიდებულისთვის და ამას უნდა მივხვდეთ. მაგრამ თუ ადამიანი ვერ ლოცულობს, თუ ადამიანი არ ლოცულობს, ესე იგი, ადამიანი კი ვერ ლოცულობს, ადამიანი არ ლოცულობს. როდესაც ადამიანი ხვდება რა არის ლოცვა, მერე ის აიძულებს თავის თავს, რომ სიკეთეს მიეჩვიოს, ოროტებას რო გადაეჩვიოს. აი ეს უნდა აიძულოს შენს თავს და თუ შენ გინდა ღვთის ნება და ღვთის აზრი გაიგო შენი თავის შესახებ, შენ უნდა ლოცულობდე. პირადად ქრისტიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას გონია, რომ ეკლესიურობა, ქრისტიანობა ეს არის ეკლესიაში სიარული. ეს ესე არ არის. მარიამ ეგვიპტელი მარტო ერთხელ იყო ეკლესიაში ნამყოფი, მარტო ერთხელ, მაგრამ ის გახდა ისიც მაშინ, როდესაც ის ძალიან მძიმე ცოდვებში იყო. შევიდა საფრთხო ჯვარს ემთხვია და ღმერთის წინაშე პირობა დადო. ღმერთო, შემიშვიო ახლა ტაძარშიო, ანგელოზი არ უშვება მას ტაძარში და მას ძალიან უნდა და ქრისტეს ჯვარს მთხვეოდა, ფიზიკურად ქრისტეს ჯვარს. და პირობა დადო, ან ტაძრიდან რომ გამოვალო, მე იქეთ წავალო, სადაც შენ მიმითითებო. და მე წავიდა უდაბნოში და მთელი თავისი ცხოვრება 36 წელი აი ამ ფაქტის მერე გაატარა უდაბნოში. ეკლესიაში ერთხელაც არ ყოფილა. ზიარება ერთხელაც არ მიუღია. მან ზიარება მიიღო მარტო გარდაცვალების წინ. აი 36 წლის მერე. მაგრამ გახდა წმინდანი. და შენ წმინდანი უნდა გახდე. ახლა მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება აი წაიკითხეთ, გაეცანეთ. და ხშირად უნდა წაიკითხოთ წმინდა ადამიანების ცხოვრება. წმინდა ადამიანი არ ქვია ისეთ ადამიანს, რომელიც დაბადებიდან წმინდანი გახდა და მან არაფერი არ აკეთა თვითონ. არა, უმეტეს შემთხვევაში წმინდანები იყვნენ ცოდვით დაცემული ადამიანები, ისე როგორც ყველა. იბადები და ადამიანი პატარობიდანვე სწავლობს მზაკრობას. თუ მშობელმა არ გააკონტროლა შვილი, ის აუცილებლად მზაკვარი გახდება. მზაკვარი რას ნიშნავს? ფიქრობს ერთს, აკეთებს მეორეს. და ესეთი რამე გაორება არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ, რომ ვიპოვოთ ღმერთისაკენ სავალი გზები. და აი როგორც თქვით, ქრისტიანთა უმრავლესობას გონია ეკლესიაში სიარული ქრისტიანობა. ან მოძღვარი რო ყავს, ეს გონია ქრისტიანობა. ეს არ არის. ქრისტიანობა არის ის, როდესაც შენ გულს პირადად უყვარს ღმერთი, იესო ქრისტე, მთელი შენი სული, გულით და მთელი შენი შესაძლებლობით. სიყვარული ამ დროს ნიშნავს, როდესაც შენს თავზე მეტად გიყვარს. თორე ადამიანთა უმრავლესობას თავისი თავი უფრო მეტად უყვარს. თავისი სურვილები უფრო აწუხებს, ვიდრე ახლა ღმერთის ნება რა არის და ღმერთის კურთხევა და ღმერთის სურვილი საერთოდ არ აინტერესებს ადამიანს, იმდენად რომ ადამიანთა უმრავლესობას ღმერთი არ სწამს. არ მინახია და როგორ ვიწამებ, დამენახოს და ვიწამებ. ამბობს უკეთური ადამიანი. თორე შენ, როდესაც დაინახავ სიკეთეს, შენ ხედავ ღმერთს. ეს სიკეთე შეიძლება იყოს ფოთოლი, ჩიტის გალობა, ადამიანი, მიწა, დინარე, ყველაფერი ჩვენს ირგვლივ რაც არის, ღმერთის შექმნილია და ღმერთია. მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს გულის ყური, თუ ადამიანს არ აქვს სულიერი აზროვნება, ის ღმერთს ვერსად ვერ ნახავს, იმიტომ რომ ღმერთმა ეს ესე ინება. ჯერჯერობით ის უხილავია და მას ეძიებს მხოლოდ გულისხმიერი ადამიანი. აი სიკეთე ჩვენი მრევლი არის ტურ ოპერატორი, თუ როგორ ქვია, გიდია. და ის ძირითადად ებრაელებს მასპინძლობს. და შვედის სკოლაში იყვნენ ეს 50-მდე კაცი. ხო და ერთ-ერთი და როდესაც გადიოდნენ, იუდეველები, თორე ებრაელთა შორის ქრისტიანებიც არიან.
მაგრამ ესენი იყვნენ იუდეველები ისრაელიდან. აი რომლებიცაც ძალიან უყვართ და მოსწონთ საქართველოს. აი შვედი ცხოვლიდან რო გამოვიდაო, ეზოდან რო გადიოდაო. ერთ-ერთი მეუბნებოდაო, ერთ-ერთი მანდიგოსენიო, რომ ჯვარიო როგორ უნდა გამოვისახო, ეს ჯგუფი გაუშვა წინ იმან. ეს გიდი უკან მიდის, რომ ვინმე არ ჩამორჩეს და ყველაზე ბოლოს ეს გიდი გადის. ნუ ახლა წინ მიმავლებმა იციან ავტობუსებისა, ესა მიკროავტობუსებისა და ახლა წარმოიდგინეთ უკან მიყვება ეს გიდი და ჩამორჩა ეს ხალხი. და მე მოუტრიალდა ამას და ჯვარიო როგორ უნდა გამოვისახო და ვასწავლეო როგორ უნდა და გამოისახაო ჯვარი და ისე გავიდა. და მე ვიბრძოლეთ რა მოხდა და მე მაგალითად მე ბავშვობიდან მაქვს ეს განცდა შვედი ცხოველში როდესაც შევდივარ გნებავთ ცხეთაში როდესაც შევდივარ მე ვხედავ მადლს კი ახლა ფიზიკურად კი არ ჩანს მაგრამ მადლი იმდენად დიდია გული იმდენად გრძნობს რომ აი თითქოს ფიზიკურად ხედავ ამას ყველაფერს და მე მივედით ამ დასკვნამდე რომ მადლი უნდა დაინახო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თვალებით უნდა დაინახო თვალი მარტო იმას ხედავს აი ამ კედლის იქეთ რა ხდება არ იცის თვალმა ვერ ხედავს მაგრამ ამ კედლის იქეთ რა არ არის სამყარო არის მაგრამ აი ეს ასევე სიკეთესაც ვერ ხედავს თვალი თვალისთვის კედელი და ბოროტი ერთი და იგივეა იმას შეიძლება გონება ამ ფსიქიკამ აღიქვას სიკეთე ამ ბოროტება მაგრამ თვალი რო უყურებს ყველაფერი ერთია დასკვნები მე თვითონ ადამიანმა უნდა გამოიტანოს და აი წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ უნდა ვხედავდეთ სიკეთეს და უნდა ვიყოთ სიკეთის მსახური ჩვენ ამისთვის უნდა ვიცხოვროთ იმიტომ რომ ამას იმიტომ ვამბობ რომ დღეს მსოფლიო ცხოვრობს სიამოვნებისათვის პური და სანახაობა როგორც რომში იყო ეს საოცრად ნათქვამი ლაკონურად ადამიანებს ჭირდებათო პური და სანახაობა და იმპერატორები ყოველთვის უზრუნველყოფდნენ რომ ადამიანები წესრიგში ესე იგი ადამიანები ხელში რო ყოლოდა პური და სანახაობა არ უნდა მოკლებოდათ მათ დღესაც ესეა პური და სანახაობა ძველად თუ გლადიატორები ხოცავდნენ ცხოველებს ან ერთმანეთს დღეს არის სპორტის 1000 სახეობა და ისე შეიძლება გაერთოს ადამიანი ღმერთი კი არა თავისი თავის აღარ გაახსენდეს და ასე შემდეგ ამიტომ პირველ რიგში შენი თავი უნდა გახსოვდეს ვინ ახარ და შენ ამ ეს ქვეყანა კიდე დროებითია მე დავიბადე ამ ქვეყანაზე მაგრამ ვიცი რომ მე ადრე თუ გვიან გავალ ამ ქვეყნიდან ანუ რაღაცა დროს მოვა ჩემი გასვლის დრო ამ ქვეყნიდან და მე ამას ვიგრძნობ მე ამას დავინახავ წმინდა მამები პირდაპირ ამბობენ რომ დაახლოებით 2-დან 6 თვემდე პერიოდში ადამიანს ეუწყება თავისი გასვლის დრო წმინდანებმა პირდაპირ იცოდნენ ხოლმე თავისი გასვლის დღე იცოდნენ და უხაროდათ და ასე ყველა ადამიანი გრძნობს თუ ადამიანი უგულისხმოა ამას ყურადღებას არ აქცევს და თავს იტყუებს ეს სხვა საკითხია მაგრამ ყველა ადამიანს ეძლევა ეს მთავარი ცოდნა რომ მოემზადოს ამ ქვეყნიდან გასასვლელი და აი როდესაც მომიახლოვდება მე ეს ქვეყანა ქრისტე დღეს საკითხულ სახარებაში ამ ცოდნას მაძლევს მე მამა ღმერთის წინაშე უნდა შემეძლოს თქმა მე მამაო რაც ჩემი მოვალეობა იყო ყველაფერი შევასრულე რაც მე მომეცი მე ყველაფერი გავაკეთე გადიდე შენ ამ ქვეყანაზე და ის საქმე აღვასრულე რომელიც მე უნდა შემესრულებინა და ჩემს ირგვლივ რაც არის ჩემს ირგვლივ ვისაც გხედავთ ჩემს ირგვლივ რაც არის კოსმოსი და პლანეტები იქნება ეს თუ მცენარეები და დედამიწა თუ ჩემი მარჯვენა და თუნდაც მარცხენა ხელი ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილია ყველაფერი და მე ერთადერთი მევალება რომ ჩემი გული იყოს განწყობილი ღმერთის სადიდებლად აი დღეს საკითხულ მეორე სახარებაში ასეთი რამეა მოთხრობილი იგავე 10 ქალწულის შესახებ მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება იგავებს სახარებებში 4-ვე სახარებაში ქრისტეს 30 იგავია მოტანილი
იგავი ეს ისეთი სიბრძნეა, თუ შენ სიბრძნეს ეძებ მიაქცევ ყურადღებას და თუ სიბრძნეს არ ეძებ, მაშინ ამ იგავს როგორ მოიცმენს? ესო ზღაპარი, ეს მაინც არ ყოფილა და რა თქმა და გაატარებ და სიბრძნეს ვერ მიიღებ. და ამიტომ იგავს ისმენს ის, ვინც ეძებს სიმართლეს და ღმერთს. და ერთ-ერთი იგავი ქრისტე ამბობს ასეთ იგავს. იყო 10 ქალწულიო. ქალწული ნიშნავს უბიწო ადამიანს. უბიწო ადამიანს. ქალწული არ ნიშნავს მაინც და მაინც მანდილოსანს. ქალწულება ზოგადია, ისე როგორც კაცობა არის ზოგადი. მამაკაცი, დედაკაცი, კაცობა საერთოა, რომელიც სიწმინდეს და სრულყოფილებას და მომწიფებულობას ნიშნავს, ასე ვთქვათ. ბავშვი ხო არის ბავშვი, მაგრამ ის კაცი არ არის ჯერ. ის რო გაიზრდება და დაიხვეწება, მერე ხდება, ან მამაკაცი ხდება, ან დედაკაცი ხდება. თუმცა სიტყვა დედაკაც არასწორი და ცუდი გაგება დღეს, მაგრამ მისი საუკეთესო გაგება ეს არის, მე არ ვიცი მსოფლიოში თუ არის ასეთი სიტყვა მანდილოსნის აღნიშნული, როგორც ქართულში გვაქვს, დედაკაცი ნიშნავს და კაცობა საერთოა, ეს არის სიწმინდე. ისე როგორც ქალწულება, ესეც საერთოა, რომელიც ნიშნავს წმინდად ცხოვრებ ადამიანს. და აი მამაკაციც წმინდად უნდა იყოს და მანდილოსანიც წმინდა უნდა იყოს. და აი ქრისტეს მოაქვს ეს მაგალითი, რომ 10 ქალწული იყო, 10 ქალწული. ნუ ჩვენი გაგებით 10 ღმერთის ერთგული ადამიანი. მაგრამ და ისინი ცხოვრობდნენ და მერე უცებ მოახლოვდა ქრისტეს ღმერთ ამ ქვეყნის დასასრული. ქრისტეს მოსვლა მეორე. და აი როდესაც მოვიდა, ლამპრები აანთეს. ლამპარი ცით რა არის? ეს არის სიმბოლო ანთებული გულისა, ანთებული სულისა. აი ჩვენ რო ვანთებთ სანთელს. ღმერთს რო ცეცხლი კი არ ჭირდება, ღმერთს რაში ჭირდება? ან ჩვენი სანთელი, ან ჩვენი კანდელი ანთებული. მაგრამ კანდელიც და სანთელიც ეს არის სიმბოლო ჩვენი ანთებული გულისა. და აი როდესაც ქრისტე მოდის, შენ მას ანთებული გულით უნდა დახვდე. როდის არ ვიცით. შეიძლება დღეს მოხდეს ეს დასასრული ამ ქვეყნისა, შეიძლება 10 წლის მერე, შეიძლება მაშინ, როდესაც მე გავალ ამ ქვეყნიდან, ეს ჩემთვის დასასრული იქნება და მე ანთებული გულით უნდა ვიყო. ანუ ანთებული ლამპარი უნდა მქონდეს. და აი როდესაც ახლა ეს თქვა არის ეს ლამპარი, ხო? ცეცხლი ანთია. მაგრამ აქაც ზეთი. მაგრამ ამ კანდელში თუ ზეთი არ იქნება, ცეცხლი წაეკიდება იმ ფითილს, მაგრამ არაფრით არ აინთება. როგორც წაეკიდება, ეგრევე ჩაქრება. თუ ახლა ეს ანთია და თქვენ ხედავთ, რომ მთელი წირვის მანძილზე ანთია, ეს იმიტომ, რომ მასში ზეთია. ადამიანიც ესეა. შენ იქნები გულით აღფრთოვანებული, ის მადიდებელი, გულანთებული ადამიანი, თუ გეყვარება ღმერთი, თუ გექნება მადლი ღვთისა, მაგრამ თუ არ იქნები შენ ღმერთის ერთგული, შენ გულში ჩაქრება ეს სიყვარული ღვთისა, აღფრთოვანებულება ჩაგიქრება. გნებავ აი სიხარული რო ხარ სავსე, შენ როცა ამბობ, რომ მე გული სიხარულით მაქვს სავსე, ეს არის სწორედ ის ცეცხლი, რომელიც შენ არასდროს არ უნდა ჩაგიქრებს. მაგრამ ჩვენ ეს გვიქრება ამ ქვეყანაზე. იმიტომ რომ იქ ცოდვა ჩავედინეთ, იქ ვიღაცაზე ცუდი ვთქვით, იქ რაღაცა არასწორი ინფორმაცია მოვისმინეთ, იქ რაღაცა ზედმეტობა, იქ რაღაცა დავიღალეთ და ადამიანის გულში სიხარული ქრება. გნებავთ ადამიანის გულში ცეცხლი ქრება. მაგრამ აი ხოლმე იყვნენ დიდი წმინდანები, მათ გულში ცეცხლი არასდროს არ ქრებოდა. მათ გულში სიხარული არასდროს არ ჩერდებოდა. წარმოიდგინეთ ეს რა ბედნიერი მდგომარეობაა. როდესაც ადამიანის გულში სიხარული არ ჩერდება, გნებავთ ცეცხლი არ ქრება. ეხლა 10 ქალწულია ესეთი, რომელიც ემზადებიან ღირსეულად, არა, კი არ ემზადებიან, ღირსეულად ცხოვრობენ. ემზადებიან ღმერთის შესახვედრად და აი ღმერთი რომ მოდის, აანთეს ლამპრები. აანთეს ლამპრები. და ლამპრები რომ ღმერთი უცაბედად არ მოვა, უცაბედად მოვა ცოდვილი ადამიანისთვის, ვისაც ღმერთი საერთოდ არ აინტერესებს.
მაგრამ თუ შენ ღმერთის ერთგული იქნები, შენ ყოველთვის მიხვდები ნიშნულოვანი მომენტების მოახლოებას შენ ცხოვრებაში. მიხვდები. და აი ხუთ ქალწულს აენთო ეს ლამპარი. და ხუთმა ქალწულმა ვერ აანთო. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს, რომ მათ გულში, ესე იგი მათ ლამპარშიო ზეთი არ ესხავ. ზეთი ამ შემთხვევაში სიმბოლურად ეს არის სულიწმინდის სიმბოლო. ჩვენ როდესაც ვინათლებით, ჩვენ როდესაც მირონს ვიწყებთ, ეს ყველაფერი არის ზეთის ცხებით ტარდება, მირონის ცხები. მირონი იგივე ნაკურთხი ზეთია. მცენარეული სუფთა ნაკურთხი ზეთი, რომელიც მოციქულთა პერიოდიდან მოდის. და ყველა მართლმადიდებლური ეკლესია ამ მირონს ინახავს. მაგალითად, როდესაც ჩვენ გვეხარჯება ეს მირონი, მაგრამ როდესაც დასასრულისკენ მივა, მერე ახლიდან აკურთხებს ავტოკეფალური ეკლესიები ახალ მირონს, ამ სურნელოვან ზეთებს, რომელიც მერე ინახება მირონად და მერე გვეცხება ჩვენ, როდესაც ვინათლებით. და აი, როდესაც ეს ზეთი არ ქონდა ამ უგუნურ ქალწულებს, მათ თხოვეს სხვას, რომ ცოტა ზეთიო მოგვეცითო, რომ ჩვენი ლამპრები ქრება. და ეს მართალი ადამიანები ეუბნებიან, რომ ჩვენ ძლივს ყოფნისო და თქვენო ვერაფრით ვერ მოგცემთო. არც თქვენ გეყოფათო და არც ჩვენ. ამიტომო წადითო და ივაჭრეთო და წავიდნენ სავაჭროდ. ანუ ამ ქვეყანაზე, საერთოდ ამ ქვეყანაზე ადამიანი რომ არის, ამას წმინდა სერაფიმე საროველი საოცარ ცოდნას იძლევა. ამ ქვეყანაზე რომ ხარ, შენ უნდა ივაჭრო. ივაჭრო ამ სიტყვის ღვთისმეტყველური, ღვთაებრივი გაგებით. შენ უნდა მოიპოვო სიკეთე. მაგალითად, თუ შენ გაქვს ფული ჯიბეში, შენ იცი რა გჭირდება. წახვალ პურს იყიდი, წახვალ თქვათ რაღაცა წყალს იყიდი, ნუ როგორც არის. საყიდელს ყველაფერს ყიდულობ. ანუ ვაჭრო. შენ რაც გჭირდება, ყველაფერს აგროვებ. აი ასეთი რამისკენ მოუწოდა ღმერთმა ადამიანებს ამ ქვეყანაზე. ივაჭრეთ, მოიპოვეთ საღვთო მადლი, მოიპოვეთ. თქვენ როდესაც ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ სიკეთე მოაგროვოთ თქვენს გულში. თუ გაქვს მატერიალური შესაძლებლობა, შენ ყოველთვის, რა თქმა უნდა, შენი ფიზიკური ცხოვრება უნდა მოაწესრიგო, მაგრამ აუცილებლად მოიპოვეთ მადლი, აკეთეთ სიკეთე, რომ თქვენ აივსოთ სულიწმინდის მადლით. ძველ ქართულად რო ვთქვა, თქვენ უნდა გახდეთ მადლიანი ადამიანი, მადლის მფლობელი ადამიანი, მადლით სავსე ადამიანი. ამას უნდა მიუძღვნათ ცხოვრება. ამის პარალელურად, როგორც ვიცით, მსოფლიოში ძირითადად ადამიანი თავს უძღვნის სიამოვნების მოყვარეობას. მადლით კი არ ივსება, სიამოვნებით, კმაყოფილებით ივსება. მაგალითად, მე რომ გავოგლდი მდიდარი ადამიანის აღსარებით ცხოვრების ბოლოს, როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მითხრა, რისთვის ვიცხოვრე ვერ გავიგეო. კიდეც ჭამა, კიდეც სხვა, ყველაფერი მოიპოვა ამ ქვეყნიური. სიამოვნებები მოიპოვა, პატივი, სიამოვნება, დიდება, მაგრამ ცხოვრების ბოლოს მქონდა განცდა, რომ მე რისთვის ვიცხოვრე არ ვიციო, ცარიელი ვარ. და ესე იგი, ადამიანთა, ღვთის მოყვარე ადამიანთა, აი როგორც უფალი ბრძანებს, 5 ქალწული გონიერი იყო და 5 უგუნური. 5 ქალწული მადლით ცხოვრობდა, ეს 5 ადამიანი მადლით ცხოვრობდა. ლოცულობდა მთელი გულით, აკეთებდა სიკეთეს მთელი გულით, მაგრამ 5 მათგანი უგუნური იყო. ანუ გარეგნულად ცხოვრობდა, ლოცვას კი კითხულობდა, მაგრამ არ აკვირდებოდა არაფერს. სიკეთეს საკუთარ თავს უკეთებდა, სხვა არ აინტერესებდა და ასე შემდგომ. ასეთი ადამიანი ცარიელი რჩება. და აი ქრისტე როდესაც მოვიდაო, ეს 5 კეთილი ქალწული შეიყვანა თავისთან. ეს 5 უგუნური რომ მოვიდა, ისინიც რეკავენ და ეუბნებიან უფალს, რომ ჩვენც გაგვიღეო, რომ შემოვიდეთ. უფალი მათ ეუბნება, მე არ ვიცი თქვენ ვინ ხართ და არ უშვებს მათ თავისთან. არ ვიციო ვინ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ესენი თითქოს ღვთის მოყვარენი იყვნენ, თითქოს ღმერთს ადიდებდნენ, თითქოს ლოცულობდნენ, მაგრამ ღმერთი მათ ეუბნება, მე არ ვიცი თქვენ ვინ ხართ. ანდა თუ გნებავთ ჩემზე ავიღოთ, მე ხოს ვარ სასულიერო პირი. ჩემი ცხოვრების ბოლოს შეიძლება ღმერთმა მითხრას,
მე შენ არ ვიცი ვინ ხარ, მე არ ვიცი შენ ვინ ხარ, რას აკეთებ, რას მიუძღვენი შენი ცხოვრება, მე არ ვიცი, მაგრამ ამას ჩვენ ბოლო დროს, ესე იგი, ღმერთი კი არ გამოგვიცხადებს. შენ თვითონ ამ ქვეყანაზე უნდა იცოდეს, საით მიდის შენი ცხოვრება. შენ ღმერთთან ერთად იცხოვრებ, თუ უღმერთოდ იცხოვრებ, თუ გინდა რომ ამას მიხვდე, დღევანდელ დღეს უნდა დააკვირდე შენსაც. თუ შენ დღეს ღმერთთან ერთად ცხოვრობ, მთელი შენი სულით, გულით, გონებით და მთელი შესაძლებლობით, შენი ცხოვრება მიდის სასუფევლისაკენ. შენ დღესვე მიღებული გყავს ღმერთი, დღესვე გიყვარს ღმერთი. მაგრამ თუ შენ დღეს უღმერთოდ ცხოვრობ, დღეს თუ შენ ცოდვება დაგამარცხადე, დღეს თუ შენ ესე იგი არ ცდილობ ღმერთის ერთგულებას, ჩათვალე რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთისაკენ მიდის. მათ შორის იოანა პროფეტი ამბობს, რომ სასულიერო თუ პირთა უმრავლესობა წარწყდებაო სამწუხაროდ. იმიტომ რომ დიდ სიწმინდეს მოითხოვსო ეს ცხოვრების წესი. და წარმოიდგინეთ, მე დღესვე შემიძლია ვიმსჯელო საით მიდის ჩემი ცხოვრება. ოღონდ მაშინ, როდესაც მე განმარტოვდები, დამშვიდდები, დაწყნარდება მთელი დღიური ემოციები და მე შემეძლება ვიფიქრო ჩემ თავზე და მე შემიძლია მივხვდე საით მიდის ჩემი ცხოვრება. დღეს რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ღმერთს? თუ მე ღმერთი ჩემ თავზე მეტად მიყვარს, თუ შენ ღმერთი შენ თავზე მეტად გიყვარს, შენი გზა მიდის სამოთხისკენ. თუ შენი თავი ღმერთზე მეტად გიყვარს, მაშინ ჯოჯოხეთია ეს, მაშინ უღმერთობა. ამდენ შენ ზუსტად უნდა იცოდეს, საით მიდის შენი ცხოვრება, რა ხდება შენ სულიერ სამყაროში. ასრულებ თუ არა იმ მოვალეობებს, რაც შენ გევალება როგორც ადამიანს, ღმერთის ქმნილებას, ღმერთის შვილს. თუ წარმოვიდგენთ, რომ მამა არის ღირსეული ადამიანი და შვილი არის უღირსი ადამიანი, მამა არის კეთილისმოქმედი და შვილი არის ბოროტმოქმედი, ჩვენ ვიტყვით, რომ ასეთი შვილი მამის და ოჯახის შემარცხვენელია. ხომ ვამბობთ ასე? მაგრამ იგივეა ქრისტიანობაშიც. თუ შენ მთელი შენი გულით ერთგულებ ღმერთს და ხარ სინდის ნამუსიანი და პატიოსანი, შენ ღმერთის შვილი ხარ და შენ სასუფეველს დაიმკვიდრებ. მაგრამ თუ შენ ხარ უსინდისო, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ღმერთის შემარცხვენელი ხარ. ამიტომ ზუსტად შეგიძლია იცოდე, საით მიდის შენი ცხოვრება. და შენ ღმერთი შეგიშვებს სასუფეველში. თუ ღმერთი იტყვის შენზე, რომ მე არ ვიცი შენ ვინ ხარ, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ. ჩვენ გვაქვს ცუდი თვისებები და ეს პრობლემა არ არის. თავარი ეს არის, შენ ურიგდები ამ ცუდ თვისებებს, თუ ებრძვი ამ ცუდ თვისებებს. აი აქაც ჩანს სასუფეველი. გინდა თუ ჯოჯოხეთი გინდა. თუ შენ ცუდ თვისებებს ურიგდები, შეიძლება სასულიერო პირი იყოს ადამიანი და ცუდ თვისებებს შერიგებული იყოს. ეს ჯოჯოხეთია დღესვე. მაგრამ თუ შენ არ ურიგდები შენ ცუდ თვისებებს და ცდილობ წინსვლას, ეს ნიშნავს, რომ ეს გზა მიდის სამოთხისკენ. ესე რომ შენ თვითონ საზღვრავ ღმერთთან იქნები თუ უღმერთოდ და არა მერე კი არის საზღვრება ეს ყოველივე. დღეს ისაზღვრება, აი დღეს საზღვრავ შენ ვინ ხარ და საით მიდის შენი ცხოვრება. ამიტომ თუ გიყვარს შენი თავი, თუ გიყვარს, მოიშორე ყველანაირი ცუდი თვისება და დადექი ღმერთის მხარეს. ყველაზე მთავარი საკეთებელი, როგორც უფალი ამბობს, ეს არის შეიყვარე ღმერთი მთელი შენი სულით, გულით, გონებით და მთელი შენი შესაძლებლობით. თუ ამას ეს არ იზამ, ნიშნავს, რომ პირველივე მცნება გაქვს დარღვეული და მე ახლა მარხვის დროს ხორცი გინდა ჭამე და გინდა ნუ შეჭამა. მე თქვა და ლოცვა გინდა წაიკითხე და გინდა ნუ წაიკითხავ. მე თქვა თუ ღმერთი არ გიყვარს მთელი ძალით, რაც გინდა ისაკეთე, ვერ ცხონდებ. ამიტომ შეიყვარეთ ღმერთი, ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს,
ჩვენ სამშობლოსო გული გადაუღიღეთო და ზედ ქრისტიანობას დაუდგითო ტაძარიო. ქვებათო ჩვენი ძვლები ვიხმარეთო. მე სულ ვფიქრობდი ამას, ეს ძვლები ვიხმარეთ, ქვებათ რას ნიშნავს? თავიც კი გავწირეთო, ჩვენ თავს ვწირავდითო, რომ ეს ეკლესია აგვეშენებიაო. ეს ღმერთის სიყვარული რომ დაგვემტკიცებია ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში. ჩვენ თავსაც კი ვწირავდით. ქვებათო ჩვენი ძვლები ვიხმარეთო და კირათო ჩვენი სისხლიო. ყველაფერი გავწირეთო და ყველაფერი შევწირეთო და მაინც გადავარჩინეთო. თუ ქრისტე ღმერთიო ჯვარს ეცვაო კაცობრიობისთვისო, ეს ერთი მუჭაერი ქართველთაო ჯვარს ეცვა ქრისტესთვისო. დღეს წმინდა ნინოს შემოსulis დღეა საქართველოში, რომელიც მოხდა ძალიან ადრე. ვარაუდია რომ 323 წელი, 319 წელი, ზოგი ვარაუდობს უფრო ადრე, ზოგი ვარაუდობს უფრო გვიან, მაგრამ საქმე ეს არ არის, საქმე ის არის, რომ ჩვენ ქრისტე მივიღეთ და არა მარტო 300 რომელიღაცა წელს, ანუ მეოთხე საუკუნეში, არამედ პირველივე საუკუნეში, როგორც გიორგი მთაწმინდელი ამბობს, ჩვენ მესია მივიღეთ, მას შემდეგ რაც ის გამოჩნდა კაცობრიობაში, ჩვენ მივიღეთ და მისთვის არ გვიღალატია, არც უღალატებთ. ჩვენ ეხლაც ესეთები ვართ. ჩვენი ქრისტიანობა არც ერთ ქვეყანაზე არაა დამოკიდებული. არც ევროპაზეა დამოკიდებული, არც ბიზანტიაზეა, არც რუსეთზეა დამოკიდებული და არც კიდე ქრისტიანობასთან მებრძოლ ერებზეა დამოკიდებული. ჩვენი ქრისტიანობა ეს არის სიყვარული ღვთისა. შენ რომ ღმერთი არ მიყვარდეს, მე შენ მოგმართავ როგორც შენი წინაპრების შვილს. შენ რომ ღმერთი არ გიყვარდეს, თემურლენგის 8 შემოსევას ვერ გაუძლებდი. ჩრდილო კავკასიაში ერთხელ შეესია თემურლენგი და მათ დღემდე 6-7 საუკუნეა ქრისტე უარყოს. და ჩვენ ვერაფრით, ჩვენ ხოცეს, გჟლიტეს, ყველაფერი აგვიჩეხეს, ყველაფერი პიროვნულად დაგვჩეხეს, შენი წინაპარზე ვსაუბრობ და მაინც არ უარყავით ეს. ეს რაღაცა ფენომენალური მოვლენაა, ფენომენალური. ამიტომ ჩვენი წინაპრის ისტორია ერთ ცალკე შესასწავლია, როგორ გაუძლეს 1200-1400 წლის მანძილზე ქრისტიანობასთან მებრძოლი რელიგიის წარმომადგენელი ერების შემოტევებს. მაშინ, როდესაც ჩვენ მარტონი ვიყავით. დღეს ინტერნეტში ვადევნებ ხალხურს და ხშირად არის, რომ ევროპელები იყვნენ, რა ქვია, ჯვაროსნები იყვნენ მოსული და ჯვაროსნები და თითქოს უნდათ, რომ ჯვაროსანთა როლი გაანადგინონ. დიდგორის ბრძოლაში სულ იყო 100 ჯვაროსანი, მეტი არა. და ჯვაროსნებმა კი არ მოგვაგებინეს ომი. წმინდა გიორგი, ერთ-ერთი გენუელი ჯვაროსანი ესეთ რამეს იხსენებს, რომ წმინდა გიორგი იხილვებოდაო ქართველთა მეფის დავითის გვერდით და იქ ქართველებმა იბრძოლეს. ჩვენ გადავტეხეთ ეს. ჩვენ შეგვიძლია, როგორც დავითმა დიდგორის ბრძოლის წინ თქვა, ჩვენ არა მარტო ამ ეშმაკის მიმდევრებსო, თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთო. დღესაც უნდა დავამარცხოთ. დღეს სხვა ტაქტიკით იბრძვის ბოროტი ძალა. ადრე თუ ხმლით მოდიოდა, ეხლა იმ ფერადი დროშებით მოდის. ფერადი დროშებით, რომლითაც იმ თანხმოვნების გამეორება არ მინდა, რომელი დროშებითაც ეხლა მოდიან. ეს ეშმაკის საეშმაკო ძალები. უკვე ლუსტრაცია ხდება ყველასი და ყველაფრის. როდესაც ის მოდიოდა, ხმლით ანგრევდა ყველაფერს. და ჩვენ გავინგერით, გავიხოცებთ, მაგრამ აიც გადავარჩინეთ. დღეს თითქმის ყველა ქვეყნის კარები აქვს შენგრეული ამ დროში და ეშმაკის ერთგულებაზე აქვს ხელი მოწერილი. ჩვენი ერი დღესაც ვერ აწერს ხელს ეშმაკის ერთგულებას, ვერ აწერს. არავის არ უნახია საუკუნეების მანძილზე ჩვენგან დევნილი უცხო ტომელები,
ჩვენგან დევნილი უცხო რელიგიები, ჩვენგან დევნილი ის უმცირესობები, რომლის უფლებებსაც ახლა ხმალაღობებული იცავენ. ჩვენ არასდროს არ გვიდევნია ესე, არც არასდროს ვდევნით მათ. არც არასდროს. ჩემთვის ყველაზე მთავარი, შენთვის და შენი გენეტიკისთვის, შენი გულისთვის ყველაზე მთავარი არის ეს, რომ ღმერთს არ უღალატო. ღმერთს არ უნდა უღალატო. და აი ჩვენ ღვთისმადლით ღმერთს არ უღალატო. დღესაც კი შეიძლება არ ვიცით ეკლესიური ცხოვრება. შეიძლება ბევრი ცუდი თვისებები გვაქვს. შეიძლება ბევრი ცუდიც გვიყვარს. ცოდვებიც გვიყვარს. შვილებსაც ვხოცავთ. აბორტები კეთდება დაახლოებით მინიმუმ 40-50,000 წელიწადში. და ეს რომ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ არ გაკეთდეს ეს აბორტები, 10 წლის მერე 9 მილიონით მეტი ვიქნებით. 100 წლის მერე 50 მილიონით მეტი ვიქნებით. თუ თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა ხდება. და ჩვენ თვითონ შეიძლება დღეს გვიყვარს ცოდვები, შეიძლება დღეს მშობლები თავისი კეთილდღეობისათვის თავის შვილებს ხოცავენ დედის წიაღში, მაგრამ ქრისტე მაინც გვიყვარს. და ეხლა თუ ქრისტე გვიყვარს, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეს ღმერთს მოეწონება. მე როდესაც ვცხოვრობ, ისე კი არ უნდა ვიცხოვრო, როგორც მე მომწონს, როგორც მე სიამოვნებს, როგორც მე გამიხარდება. არა, როგორც ღმერთს გაუხარდება. გაახარეთ ღმერთის გული, ძალიან მარტივიანით რო თქვა. გაახარეთ ღმერთის გული, თქვენი ყოველი ქცევით, თქვენი აზრით, თქვენი ყოველი ნაბიჯით. სანამ რამეს ნაბიჯს გადადგამთ, ღმერთი გახსოვდეთ. ქართველის ნათქვამია ეს, ქათამაო წყალი გალიაო და ღმერთსო მადლობა შეწირაო. ეს შემთხვევითი ხო არ არის, რომ ქათამი ასე სვამს და ღმერთმა ქათამიც კი მაგალითად დაგვიდგინა და ეს ქართველმა დაიჭირა. ეს დაიჭირა ქართველმა. წყალს რომ სვამ, მადლობ ღმერთს. ქათამა ხო არ უნდა გაჯობოს, შენ თვითონ უნდა მადლობდე ღმერთს. და მართლაც ესეა. მე მაგალითად როგორ გითხრათ ახლა, ყოველთვის რომ სვამ, ყოველთვის არ ვმადლობ ღმერთს, მავიწყდება. ხო შენ გაბრაზებული ვიყო შეიძლება ასე. მაგრამ მე მქონია შემთხვევები, რომ აი თქვა ტყეში ან სადღაც დავკარგული ვარ, წყალი ვერ მიპოვია და მე როდესაც მიპოვია წყალი, მადლობა ღმერთს. ეს რა მხილა რამეში. დედაჩემს ჰქონდა ასეთი გამოთქმა, მე პატარა ვიყავი, დედა რო გარდაიცვალა, მაგრამ ეს მახსოვს. ყველაზე კარგი სასმელიო წყალი არის. სასმელები. მაგრამ როდესაც არ წყურიაო ადამიანს, ну მე რა ფიქრობს კოკა-კოლა, ფანტა, რაბიძის წყლები, ვინო და მაგრამ რომ მოგწყურდეს, მაშინ გაიგებ წყლის გემოს და რო დალებ შენ ხვდები რა მხელა წყალობა ეს ღვთისა. აი წყალობა წყალთან არის კავშირი ქართველთათვის და ეს ჩვენი ენაც უნდა გამოვიკვლიოთ. ჩვენ რაღაცა საოცარი რამ მოვიდა, როგორც დიდი მდინარე ჩვენამდე. ჩვენი ერისგან შეიქმნა ეს დიდი კულტურა და დღეს ჩვენ უნდა შევძლოთ ეს, რომ ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები, რომ ჩვენ ღმერთი გავახაროთ და ყოველთვის რომ შევძლოთ თქმა ღმერთის წინაშე. აი მე როდესაც მომიახლოვდება ამ ქვეყნიდან გასვლის დრო, აი მე როგორც იესო ქრისტემ მაგალითი მომცა, მეც ესე უნდა შემეძლოს თქმა. მამაო, მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. რაც შენ მომეცი გასაკეთებელი საქმე, მე ყველაფერი აღვასრულე. შენ უნდა გეთქმოდეს ეს. და ჯერ კიდე დიდი დროა შენი ამ ქვეყნიდან გასვლამდე, მაგრამ მაინც დათვლადი დღეები არის. აი დაუთვლელი დღეები მერე იწყება ღმერთთან. იოანე კიბის აღწერილს აქვს ესეთი მომენტი ერთგან, ერთ-ერთი ცოდვის დახასიათების დროს. მეო ანგელოზს ვკითხავ. ესე იგი წარმოიდგინეთ, ზოგადად რა დონის ადამიანი იყო, რომელიც დემონებს, ბოროტსულებს კრავდა თავისი ლოცვით და ეკითხებოდა, როდიდან იწყებთ ამ ცოდვის ადამიანში შეტანას,
როდის მთავრდება ეს ცოდვა ადამიანში, როდის რა საოცარი წიგნია. და მე ერთ-ერთი ასეთია, რომ ანგელოზებს ვკითხეო, ქრისტეო, ზეცაშიო, ეხლა რომელი ბუნებით არისო? და ანგელოზს ვეკითხებიო, რომ ქრისტეო, სანამ განკაცდებოდაო, მისი ბუნება როგორი იყო? და ანგელოზი პასუხობსო, ჩვენო ეს არ ვიცითო. ისო იყო ყოვლად უხილავიო. რომ განკაცდაო, იმის შემდგომო სრული ღმერთი და სრული ადამიანი გახდა. ზეცად რო ამაღლდაო, სრული ღმერთიაო და სრული ადამიანური ბუნება აქვსო. ოღონდ არა ისეთიო, ეხლა რო გაქვთ თქვენო, არამედ აი ისეთი კუდრეთით რო აღდგა და სულ სხვანაირი ბუნება რო აქვს. დახშულ კარებში რო შედის, საკვებსაც რო არ დებულობს, ანუ განახლებული ადამიანური ბუნება. ესე იგი, შენს ადამიანს აი ეს მდგომარეობა გელოდება. ოღონდ თუ ქრისტეს სიყვარული გექნება, ღმერთის მამა ღმერთის მარჯვნივ ის ადგილი, როგორც უფალი ამბობს, სადაც მე ვიქნებიო, იქ რო იყოს ყველა ჩემი ერთგულიო. ამიტომ რაღაცა საოცრებაა მოსალოდნელი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ადამიანმა რო იცოდეს ღმერთი თავის ერთგულს, რა სიკეთეს უმზადებსო, უკუღმა დაკიდებული გაძლებდაო მთელი ცხოვრების მანძილზე. უკუღმა დაკიდებულობა ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ სისხლი თავში აწვება და შეიძლება დროზე ადრე მოკვდეს ადამიანი. მთელი ცხოვრება ვერ გაძლევს. მაგრამ ამასაც კი გაუძლებდაო ადამიანიო, რომ იცოდეს რამხელა სიკეთე განუზადა ღმერთმა თავის ერთგულებს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღმერთმა დაგვლოცოს და ზუსტად უნდა ვიცოდეთ ჩვენი თავი, სად მიდის ჩვენი ცხოვრება. კითხე შენს თავს, ასე თუ გაგრძელდა, როგორც დღეს ცხოვრობ, სად მოხვდები, სად მიხვალ. მე მაგალითად, როდესაც გავალ ტაძრიდან, მაგალითად მიზნად მექნება, რომ სახლში წავიდე. და თუ სახლში მექნება მიზნად წასვლა, ზუსტად უნდა ვიცოდე ის გზა, რა გზა უნდა გავიარო. ამიტომ მე მაგალითად თუ სახლში მისვლამდე მჭირდება 10 წუთი, 2 წუთის მერე მე გეტყვით, სახლში მივდივარ თუ არ მივდივარ. თუ ჩემი სახლი არის მარჯვნივ და მე მივდივარ მარცხნივ, მე ჩემს სახლში ვერასდროს ვერ მოხვდები. ვერასდროს. ამ ქვეყანაზე შეიძლება მილიარდობით სახლია, მაგრამ ჩემი არის ერთადერთი. ამ მილიარდებიდან ერთადერთ ვარიანტს რომ მიაგნო, ძალიან ზუსტი ნაბიჯები უნდა გქონდეს. თქვენი სახლიც ესე არ არის, სახლში რომ მოხვდეთ, არც ერთი შეცდომა არ უნდა მოგივიდეს. და იგივე ხდება სულიერებაში. ერთი შეცდომაც და თქვენ სხვაგან აღმოჩნდებით, სულ სხვაგან. ღმერთმა დაგვლოცოს და ღმერთმა მშვიდობა ვატაროს ამ ქვეყანაზე და ღმერთი იყოს ჩვენი შემწერი, რომ ჩვენ ღირსებით ვიაროთ ამ ქვეყანაზე. მომავალ კვირას არის სულთმოფენობის წყინვალე დღესასწაული. ეს არის დღე ეკლესიის დაბადებისა, როდესაც ღვთაებრივი სეციური მადლი გადმოვიდა 120 ქრისტიანზე და იქედან დადგინდა ეკლესია და ჩვენ ზუსტად იმ ეკლესიის ერთგულები ვართ. ჩვენ ქართველები, საქართველოს ეკლესია არაფერს არ ვცვლით. მე მაქვს ჩემი ნაკლი და ჩემი სიკეთე და ჩემი ნაკლი, როგორც ყველას, მაგრამ მე არ ვცვლი არაფერს ღვთაებრივ სწავლებაში. ჩვენ არ ვცვლით არაფერს, შენ გაქვს ნაკლიც გაქვს და სიკეთეც, მაგრამ შენი სიკეთე ის არის, რომ არაფერს არ ვცვლის საღვთო მადლში. არის ერები, მაგალითად ყველაზე მეტად თუ ვინმე მე მენანება, ეს არის სპარსელები, ირანი, რომლებმაც მე-4 საუკუნეში ცეცხლითა და მახვილით ამოკვეთეს ქრისტიანობა. 1000-ობით წმინდანია, აი ჩვენს კალენდარში 1000-ობით წმინდანია ირანელები, სპარსელები, ქრისტიანები. ინდოეთში იგივე ხდებოდა. ეხლა ვფიქრობ, ინდოეთი, სპარსეთი ძალიან ძლიერი და კულტურული ერებია. ესენი რომ მართლმადიდებლები იყვნენ, ჩვენ როგორი ძლიერები ვიქნებოდით. სომხები ძალიან ძლიერი კულტურა შექმნეს მათ. სომხებმა შექმნეს ძალიან ძლიერი კულტურა. მე-4, მე-5 საუკუნეებში მათი ქრისტიანული ღვთისმეტყველება იყო
ძალიან გამართული, უშეცდომი, მაგრამ მე პოლიტიკურ სიტუაციები დაყრიალდა სპარსეთის და ბიზანტიის დაპირისპირება და სპარსეთმა თავის მხარეს გადაიყვანა სომეხთა ეს დიდი კულტურა და ისეთი რელიგიას დაუჭირეს მხარი, რომელიც ბიზანტიის საწინააღმდეგო იყო და დღემდე შენარჩუნდნენ ამ მდგომარეობაში. ეს დასანანია და წარმოგიდგენიათ, აი ამ რეგიონში ისრაელიდან დაწყებული და ინდონეზიამდე, იაპონია, ჩინეთი და ასე შემდეგ. ჩვენ მარტო ვართ ქრისტიანები. ეხლა სლავური ქვეყანა მათ მიიღეს მართლმადიდებლობა უკრაინამ, ესე იგი ბელარუსმა, რუსეთმა, მაგრამ სანამ ისინი გახდებოდნენ ქრისტიანები, ჩვენ უკვე ქრისტიანები ვიყავით. ჩვენ უკვე ქრისტეს გამო ბრძოლებს ვაწარმოებდით, სისხლს ვღვრიდით. სად იყო ეგ სამყარო, ვახტანგ გორგასალი რომ ამბობდა, ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს, სიცოცხლეც კი არ დაინანოთო და დღეს ჩვენ ეს გვესმის. სარწმუნოებრივი საკითხი, ეს ისეთი საკითხია, დღესაც გვესმის, რომლისთვისაც სიცოცხლეც არ უნდა დაინანო, ეს უნდა შეინარჩუნო, შენ პირადად და შენ გავლენ გზაზე, სხვა უფრო ადვილად გამოიგეს. ღმერთმა დაგულოცოთ და გაგაძლიეროთ, ჩვენ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, თქვენ შეიძლება ღმერთი გაძლიერებთ და ვერ გრძნობთ კიდე ამ ეპოქის ძალიან დიდ სიმძაფრეს. მაგრამ მე რომ ვიხსენებ ჩემს ბავშვობას და მთელი ჩემი ცხოვრება, აი საშინელებები ტრიალებს, მაგრამ ღმერთი გვაძლიერებს ჩვენ. თავარია რომ შენ თავს, შენი ცოდვის მოყვარეობის გამო რამე განსაცდელები და ხიფათი არ შეყარო. თორე თუ რაღაცა იქნება განსაცდელი, რომელიც შენი ცოდვებიდან არ არის გამოწვეული, ღმერთი დაგიფარავს, ღმერთი ძალას მოგცემს, მაგრამ შემართება, თავდადება, ერთგულება, სიკეთე დაგაკლდება მაშინ, თუ შენი ნებით ჩაიდინე რაღაცა ცოდვები და გახდი თავშეუკავებელი და დაკარგი ღირსება. ერთმა დაგულოცოს, გაგვაძლიეროს და მშვიდობით ვატაროს. ჩვენთან არც ჩვენ